სულს ამოგხდი. სულს ამოგხდი. სულს ამოგხდი. სულს ამოგხდი. ზუსტად 5 წლის წინ თბილისში სპეცდანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. 2007 წლის 7 ნოემბრის ქრონიკა დილის 8 საათზე დაიწყო. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები, მათ შორის მოშიმშილეები, პარლამენტის კიბეებიდან აყარეს. ამის შემდეგ რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რასაც მოჰყვა წყლის ჭავრი, ხელკეტების, სრემლცადენი გაზი და რეზინის ტყვიები. რამდენიმე ათეული დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის იყვნენ მხუთავი აირით მოწამლულები. რუსთაველზე ჟურნალისტებიც დაშავდნენ. 7 ნოემბრის საღამოს კი სპეცდანიშნულების რაზმი უკვე ტელეკომპანია იმედში შევიდა, რასაც ტელეკომპანიის დარბევა და მაუწყებლობის შეწყვეტა მოყვა. 7 ნოემბრის ქმედებები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთით ახსნა. თუმცა ამ საქმეზე ძიება ამ დრომდე არ დაწყებულა და შესაბამისად პასუხისგებაშიც არავინ მიუციათ. სულს ამოგხდი.